ჩერდას მითხავს რა. მოგესალმებით ჟურნალისტ სტუდენტებს. სკოლა-ლიცეუმ მასტერკლასის წარმოგიდგენ ინტელექტუალურ პროექტს რა სად როდის. წინაშე პირველი კლასი ჯგუფი ინტელექტი ანა მარია კიკიდაძე Sancrovetinaze, Anna Diginoishvili, Sandro Diasamice, Baci Govidice, Anna Notacice, Tutti eruditi, Levani Gonzelice, Maria Botquace, Anna Notacice, Sandro Avashidze, Alexi Nagelvadze, Omar Vertadze, Anna Tskovidze, Aplodismentები გადარეთ. Baci. Წარმოგიდგენთ ინტელექტუალურ პროექტს რასად როდის. ეს პროექტი ეხმარება ბავშვებს დამოუკიდებელი უნარჩვევების ჩამოყალიბებაში, გუნდური მუშაობის სწავლაში, ლოგიკურ აზროვნებასა და მსჯელობაში. რაც ყველაზე მთავარია და ხაზგასმით მინდა გითხრათ, სწავლობთ ჯანმრთელ კონკურენციას და ერთმანეთს უოცავთ გამარჯვებას. თუმცა დღეს ყველა გამარჯვებულია და თქვენს დამეთანხმებით ამაში. ყურადღება ბავშვებზე. უნდა შეგახსენოთ, რომ ღონისძიება გათვლილია არა მარტო განათლებისა და ედუქაციის გამოსავლებით, არამედ უნარების ჩამოყალიბებაზე. ერთ-ერთია წესების დაცვა. დაფიქსირებული კულტურა. წესი ნომერი 2. გილაც ვაჭერს. ამით ხო? ამით. აბარომ ამით. ამით არის. ალბათონები ეკატერინე სპეციალიაზე. პროექტი რასად როდის შედგება 3 ტურისგან. Პირველია 10 შეკითხვა. თითოეულ შეკითხვას ახლა 3 სავარაუდო პასუხი. მეორე ტურშიც 10 შეკითხვა, ხოლო მესამე ტურში გვაქვს 6 შეკითხვა. ბავშვებო, კონკურსის ბოლოს ყველა თქვენგანი დაჯილდოვდება სიგელით, ხოლო დირექციის განმეორდება სასიამოვნო სიურპრიზი. აპლოდისმენტები გამოგხდება. აუდიტორის დახმარება ხო არის და ზარი ახლობენ. შემართებით? ზახარ გამარჯვებას. მაშასე პირველი ტურის პირველი შეკითხვა ყურადღება. ვინ შეადგინა პირველად დედაენა? აკაკი წერეთელმა, იაკობ გოგებაშვილმა თუ შოთა რუსთაველმა? ინტელექტი? იაკობ გოგებაშვილი. როგორი ნაყოფი აქვს ადას? ორმლიანი, ორმდევნიანი თუ კურკიანი? ერუდიტი? კურკიანი. სწორი პასუხი ეკრანზე. მესამე შეკითხვა ყურადღება. რომელია უფრო მძიმე? 1 კილოგრამი რკინა თუ 1 კილოგრამი ბამბა? მოისმინოთ პასუხები. 1 კილოგრამი რკინა, ტოლია თუ 1 კილოგრამი ბამბა? ერუდიტი? ტოლია. სწორი პასუხი ეკრანზე. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვაპატარებმა წინასწარ შეაძლეს ანკეტები, სადაც კითხვები გაგწერთ ჩვენს კითხვებს და დღეს სულ სხვა კუთხით დავინახავთ თითოეულ მათგანს. პირველი წარსდება თქვენს წინაშე სანდრო აბაშიძე. სანდრო, გაგვეცანი თუ შეიძლება? მე ვარ სანდრო აბაშიძე, 6 სკოლა ლიცეუმ კლასი.
როგორ სწავლობ, სანდრო? კარგად. ძალიან კარგი და შენი მომავალი პროფესია? სანდრო ბედინაძე. სანდრო ბედინაძე. მოგესალმა ახლა. მე ვარ სანდრო ბედინაძე, ექვსი სკოლა ვეცეური ბასტეტი. აბა სანდრო, ყველაზე დასამახსოვრებელი დღე შენ ცხოვრებაში? გაიხსენე, აბა ეს რომელი დღე გახსენდება ყველაზე მეტად? როცა პირველ კლასში პირველ კლასში მოსვლის დღე არის გამახსოვდება და აპლოდისმენტები, სანდრო. მარიამ მოლქვაძე, აბა მარიამ, გაგვეცანი? ოი და მარიამი? მე ვარ მარიამ ბოლქვაძე, ვსწავლობ პირველ კლასში. სკოლა ლიცეუმ მასტერკლასი. მარიამ, რა საქმიანობა გიზიდავს ყველაზე მეტად? მე ყველაზე მეტად მიზიდავ დედიკოს მაჭაპურის გაკეთებაში რამე. მე მინდა გამოვიდე ექიმი. გრძელდება პროექტი და მეოთხე შეკითხვა ყურადღებით. სამკუთხედს მეტი წვერო აქვს თუ ოთხკუთხედს? ორივე სტოლი წვერო აქვს სამკუთხედს, ოთხკუთხედს. ინტელექტი? ნახე ინტელექტი არის. ოთხკუთხედს. სწორი პასუხი ეკრანზე. მუსიკა, რომელიც ადამიანის ხმით სრულდება, ქვია ინსტრუმენტული თუ ვოკალური? ინტელექტი? ვოკალური. რა იქმნება ფერებით? მუსიკა, ლექსი თუ დახატი? ერუდიტი? ნახატი. სწორი პასუხი. ანა დიდი ნეიშვილი. აბა, გაგვეცანი თუ შეიძლება მომწამდი? მოგესალმებით, მე ვარ ანა გიგინეიშვილი, 6 წლის. მე ვსწავლობ მასტერკლასს სკოლა ლიცეუმში. მე მინდა გამოვიდე ექიმი. ძალიან საინტერესო და რა საჩუქრად? მე საჩუქრად ვიზრუნებდი 5 წუთი. როგორ ფერს შეადარებდი საკუთარ თავს? მე ჩემ თავს შევადარებდი თეთრ. ძალიან კარგი, აპლოდისმენტები. ბაჩი გოგიტიძე. ბაჩი გოგიტიძე. აბა გაგვეცანი. მე ვარ ბაჩი გოგიტიძე, ვსწავლობ მასტერკლასში. შენი მომავალი პროფესია? დიპლომატი. მოვადიე. რა სისულები საჩუქრად? აიპადი. ოი დიპლომას ჭირდება აიპადი. ანანდო დარჩიძე. მე ვარ ანანო დარჩიძე, ვსწავლობ სკოლა ლიცეუმ მასტერკლასში. ანანო, რომელ ფერს შეადარებდი საკუთარ თავს? ვარდისფერს. ვარდისფერს და ყველაზე დასამახსოვრებელი დღე შენ ცხოვრებაში? ახალი წელი. წელი და ჯადოსნური ჯოხი რომ გქონდეს? ჯადოსნური ჯოხი რომ გქონდეს, ვინატრებდი პატარა დაიყო. სვას სცენარე წყალს, ფესვებით, ტოტებით თუ დაყოფით? ოი რა მხელა. რა მოია. ფესვებით. სწორი პასუხი ეკრანზე. რას
გამოსახავს გლობუსზე ცისფერი ფერი. წყალს მთას ხმელეთს. შირო დაგავდა. ხო, იქა. წინა. სწორი პასუხი. იქეთ გადადიო. არა, გადადის მე. რომელი რიცხვის მიმატების დროს არ იცვლება არც ჯამი და არც სხვაობა. 1-ის, 10-ის, 0-ის. გუნდი ერუდიტი მიდით ერთი. შემოbrunდი. სწორი პასუხი ეკრანზე. მამიკოები ითვლით? მე ვარ სანდრო დიაზავიდე, 6 წლის სწავლობ ლისეუმ მასტერკლასში. ძიძი გავიზრდებული და სვიფუნას ვიყიდო. შემოღავალი პროფესია. ჯერ არა, გადაწყვეტილი. მინდა გამოვიდეო. ხო ასეა, თუ შეიცვალე. არ გაამართლა. ის აპლოდისმენტები. ომარ ვერცად. ომარ ვერცად. ნახოთ ომარი. შეიძლება დარინა. დარინა. მე ვარ ომარი ვერცაძე, პირველი E კლასის მოსწავლე. ომარ როგორ ფერში ადარები საკუთარ თავს? თეთრს. რატო თეთრს? იმიტომ რომ თეთრი კანი მაქვს. მას გაიხსენებია. ძიებს დამეკოსმდო და პედალი პაკრები და დროული რო არ მივედი ბათიანაერად მოხდომი წავიდა. აპლოდისმენტები ომარ. ანა მარია კიკიდაძე. მე ვარ ანა მარია კიკიდაძე, 7 წლის. სწავლობ სკოლა ლიცეუმ მასტერკლასში. ანა მარია რა ახასიათო შენი ოჯახის წევრები? ყველა